ოროსი კაცი როგორ გვეყოფა? აი ჩემებს რა უყო არ ვიცი. მე მგონი მოგვიწევს 300 კაციანი დარბაზის პოვნა. ან 350-იანის. მოდი. რა საკეთებ? რავი, ოთახს ვალგებს საშინლად არეულია. ღმერთო მითხარი რომ ეს მართლა ხდება. მართლა რატომ უნდა ხდებოდეს? რა ვიცი, რაც გადმოვედით, სულ გეხვეწები, შენი ნივთები მოაწესრიგეთქო და ისეთ სახეს იღებ მეშინია. ეხლა რაღაც ძალიან მონდომებული ხარ. ხო და იცვლებიან ადამიანები. ხო? მეც მაინტერესებს, რატომ იცვლებიან ადამიანები და რატომ ხდებიან ცრუპენტელები. ვერ ვიგებ რასამო. მეც ვერ გავიგე, რატომ მამა ტყუე ლიზისთან ერთად კახეთში მივდივარო. ლიზისთან ერთად ვიყავი. გუშინ ლიზიმ დამირეკა და მითხრა, რომ ლილუს ვურეკავ და ვერ ვუკავშირდებიო. დაიცა რა? ხო, მეც მაინტერესებს, ვისთან ერთად იყავი. ვიმე. ეხლა გამახსენდა. იქ რო ჩავედით, გავიცანეთ ვიღაც ტიპები. და მოდი რამე იდიოტობა თამაში ვითამაშოთო. აი ვის მშობელს უფრო მალე ააგდებდნენ რა. ხო და მეთქი შანსი არა გაქვთ. დედაჩემი უმაგრესი ქალია და თან მენდობა თქო. ხო და მაგიტო დაგირეკა ლიზიმ, რომ აი ვითომ ლილუს ვერ უკავშირდება. მართლაც მეუბნები. ხო აბა რა. ლილუ. ანუ შენ თავს გეფიცები. თუ არ გჯერ ლიზის დაურეკავ. კარგი. მაგრამ ასეთი თამაში მეტი აღარ გაბედო, კარგი? აი იცი როგორ მიყრხარ პანიკაში რო ჩავარდი. დროა სტილი შეიცვალა. ესეთი დასაცმელი არ გეგადრება. ამდენ ხანსაც არ უნდა მოიმძინარო თავი. მე აქედან გასვლას არ ვაპირებ. უნდა დაგელაპარაკო. ძალიან მაინტერესებს ეხა რითი გაიმართლებ თავს. თავი საერთოდ რატომ უნდა გავიმართლო? ადამიანები ცუდად არ ხდებიან? ადამიანები ხდებიან ცუდად კი. მე არ ვარ ადამიანი, ლალი. ადამიანები ძალით არ იკლავენ თავს. არ დაიწყო რა გთხოვ რა. ო. შემთხვევით ხარ დაიღალე? კი. ძა. იცი რომ მე შენზე მეტად დავიღალე? და როგორ მომბეზრდა აი ეს გაუთავებელი ჩხუბი? გაჩვენდი მე და მორჩება რა. ვერ გავჩვენდები, ვერა. იმიტომ რომ მე თუ გავჩვენდი, იცი სად აღმოჩნდები? დაგმარხავენ კერეს. ო. რა, შეგეშინდა? კი, დედა შემეშინდა. ონ დამარხვის არა. აი მაგ აზრების, რაც გაწუხებს, მაგის შემეშინდა. ბოდიში, შენერი გენიალური აზრებისთვის ადგილი აღარ დამჭა თავში. აუ, ლალი, რა გინდა აქ იმიტომ მოხვედი, რომ სიკვდილზე მელაპარაკო? კი. ვიღაცამ ხო უნდა გითხრას. და ეს ვიღაცა აღმოჩნდი ბოლოს მე. არავის რჩევა არ მჭირდება. ჭირდება. ჭირდება, თანაც აუცილებლად, იმიტომ რომ ავათხარ. უნდა მიხედავ ჩემ თავს. კი, როგორ არა. შენ მიხედავ. ლალი. გეხვეწები რა. გადი რა. გავალ. და ჩვენ ერთად გავალთ. ძალიან კარგი კლინიკა ვნახე. აუ. სადაც ძალიან კარგად მოგხედავენ. აუ. გადაწყვიტე უკვე? ეს არ არის კერეს სირცხვილი. ბევრი მკურნალობს, რა მოხდა? დედა.
ეხლა წადი აქედან, თორე ეგ თანს დაუძახებ, იცოდე და ძალით გაგიყვანს რა. შემეში კაცო. დაიძინა უკვე? არა, გამომაგდოდი და შენ მე ისე თელეგრამში ტივდება. შეჭამე, ხო? ვერა, ბოლომდე ვერ შევჭამე თქვენს დაგიტოვეთ. ეს რა ამბავი? ხო და მე უკვე დავიწყე ისეთი გემრიელი იყო, თან დებოდა სულ ეს დეიჩმა გააკეთა ყველაფერი. ჩემთვის? არა, თან შენთვისაც, მაგრამ თან ქეთი ცუდა მოსულიყო და ამიტომ გამოვიდა ამდენი. ქეთი, ჩვენი კლასელი ქეთი? ხო გითხარი, ერთად დავიწყოთ მუშაობა თქო. ეგ მითხარი, მაგრამ სახშიც თუ გვეჯდა არ ვიცოდი. არა იყო. მე მგონა გაგიხარდებოდა რომ მოვიდა და რა ვიცი, ქეთს რო უთხარი, ძალიან გაუხარდა, უბრალოდ თქვენ რაღაცის გამო ვეღარ მოახერხა. თან ძალიან გაუხარდა? რა საინტერესოა. მოიცა. აბა მომიყევი ერთი რა ხდება. რაღაცა მოხდა და მე არ ვიცი, ეკა? ხო და რო ვფიქრობ, მე მგონი ჯობია იცოდე. მოგიყვები. აბა მოყევი. მოკლედ, ჩვენს ქეთის მარიამთან თავის დროზე კობას გამოუჩხობია. ვაიმე, არ შემაშინე უცებ, კობა არც მე არ მომწონდა თავიდანაც. ხო და ამაშია საქმე, იმას მოწონდა. თან თურმე ძალიან. ხო და ახევაც უცდია. ვის ქეთის? დიახ. ხელის თხოვნის ამბები რო გაიგო, ისეთი ისტერიკა მოაწყო, რომ ამაზე გაუგია მარიამს. არ ვიცი მე რა ელაპარაკეს, მაგრამ მოკლედ მარიამა დაახვევინა. კეთმაც დაახვია, კი? არა, მაინც ვერ გავიგე, არა, მე რატო არ ვიცოდი ეს ყველაფერი? არც მე არ მომიყვა წესიერად. არც რანაირი იყო, ყველას უფრთხილდებოდა და იფიქრა ალბათ ამათაც არ მოუვიდეთ კონფლიქტი ქეთისთანო. ხო, მაგრამ არ ვიცი, რაც ვერ ვიჭერებ. აბა. მადლობა. ძალიან ლამაზია ქაურო. და αν გვინოდით უფრო ლამაზი ხდება კიდევ ყველაფერი. მე გამგონია მარტო ღვინის ბრალი იყოს. ნუ არ ვიცი ღვინის ბრალია თუ არა, მაგრამ შენ ღიმილი ძალიან გიხდება. მე? კაი რა. აი ეხლაც. არ გინდა რომ უფრო ხშირად გაიღიმო ხო? იცი ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც სულ ცდილობს რომ გამაღიმოს. მე ვიცნობ? კი. ძალიან ჭკვიანი. საქმიანი. ძალიან ლამაზია. სხვადასხვა მასაც ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს. და სულ მთხოვს, რომ ცხოვრება გავაგრძელო. მერე უჯერე ხო ხედავ რომ ვცდი. იცი
იმ გოგოს ადგილას რო ვიყო, რას გეტყოდ. რას? კეთი. კეთი.